გამარჯობა. მე ახლა ვისკონსინში ვარ, ჩამოვედი ინდიანადან, ჩამოვიტანე გუშინ აღებული ტვირთი. ეს არის ნუკორი, ამ საწარმოს ნუკორი ქვია, სადაც უნდა დავცალო. და ველოდები აპოინტმენტის დროს 11 საათს, ჯერ ცოტა ადრეა. მომწეს ესეთი პეიჯერი, რომელიც დაიწყებს წუწუნს და მაგ დროს, ესე იგი, უნდა შევიდე აი 12 ნომერი რომ აწერია იმ კარებში დასაცლელად. აქაც ამკაცრებული safety წესები აქვს. Safety glass, ანუ დამცავი სათვალეები უნდა გეკეთოს, კასკა უნდა გეფაროს, ჟილეტი უნდა გეცვას, ზელი შარვალი, ტუფლები და ასევე ითხოვენ აი ყურში გასაკეთებელ საცობებსაც კი. ეხლა მე ვაგზელებ ისევე ამ ვიდეოების გადაღებას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში რომ ნახოთ როგორი სამუშაოებია, რა ტვირთებს ვიღებ, სად მიმაქვს, როგორ მიმაქვს, როგორ იღება ეს ტვირთები, როგორ უნდა ჩამოცალო, რომ აბსოლუტურად სრული სურათი დაიხატოს ერთი კვირის განმავლობაში, რა სამუშაოები შესრულდება, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რა შეიძლება გამოვიმუშაოთ. ჯერ ეს კვირა არ დასრულებულა, წინ კიდე რამოდენიმე ტვირთის აღება მელოდება. ამას ყველაფერს რომ მოვჩებით, მერე უკვე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ აი როგორი სამუშაოები შევასრულეთ და ამ სამუშაოებში დაუშვათ ანაზღაურებას, რას მივიღებთ. ყველაფერი გვეწოდინება. ესე მე მგონი ვფიქრობ, რომ უფრო დეტალურად არის იმის ახსნა, რომ პირობითად როცა კითხულობენ, რამდენს შოულობს ტრაქის წყოლი კვირაში. ესე დასახელებული უბრალოდ ციფრი შემიძლია მიავიღოს ჩემი სტეიტმენტი ნებისმიერი კვირის და გაჩვენო, აი ამის გამომუშავება შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დეტალური გადაღება კვირის, როცა თავად უყურებ, რომ როგორი სამუშაოების შესრულება გიწევს, ამ ტვირთებს რა ფასები აქვს, რა ფასებში ვიღებ ტვირთებს, სად მიმაქვს, ეს ყველაფერი უფრო საინტერესოს გახდის და უფრო მრავლის მომცველს გახდის იმას, რომ წარმოდგენა შეგექმნას კვირის განმავლობაში დაუშვათ პირობითად დასახელებული თანხა, რომელსაც პირობითად ყველა ამბობს, რომ მე მაგათად კვირაში ვიშოვე 2000, 3000, 4, 5 თუ ასე შემდეგ. აი როგორ იშოვა? ანუ რატო იშოვა 2 ერთმა, რატო იშოვა 5 მეორე? ხო, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რა სამუშაოებს ასრულებ. შესაბამისად, მეც ამიტომ გაჩვენებთ, რომ ეს სამუშაოები როგორ სრულდება, მეც ხო არ ვიცი წინასწარ ეს კვირა როგორი იქნება. ამიტომ ერთად ვნახავთ და კვირის ბოლოს მერე შეგვეძლება უკვე გავიგოთ, აი ჩემი შესრულებული სამუშაოებით, რა გამოვიმუშავე კვირის განმავლობაში. აი დაიწყო ესე იგი წუწუნი, ჩემი დროა ეხლა შესვლის, შევალ ეხლა და ამ ტვირთს ჩამოვცლი. გავიკეთოთ safety glass, დავიფაროთ კასკა თავზე და ისე შევიდეთ. ისე სხვანაირად არ მიგვიღებენ. წესია. აი გვერდებზე დააკვირდით ბადეებიც კი აქვთ გაკეთებული. ტრაქის გარშემო.
ოკეი, მანიშნა რომ მანდ გაჩერდიო. ავალ ახლა მე და თუ შევძელი გადავიდე. აი ეს არის უკვე ჩამოცლის პროცესი ახლა ეს კაცი გვერდებზე იმას უკეთებს დამცავდებს. როგორი ამკაცრებული safety წესებია. ესენი ჩამოვიტანე. ამას კრანი ჩამოცლის. When I start, you can't go over that side. You gotta stay over here. When I Okay. start unloading you, All right. you gotta remain inside your truck. When I pull out the last bundle, you can come back out. Okay. All right. Excuse me. Can I stay right here? You can't. Yeah, I You can. gotta be inside your truck until I start unloading. All right. Okay. When I got it. When I finish, you can come back out. All right. Okay. არაფრით არ გამაჩერა. არაო, ადიო ეხლა მოშორდი აქედან. დაჯექი მანქანაში. რას? მე ახლა ვიმყოფები ჩიკაგოში, ტვირთი უნდა ავიღო აქ. რომელიც მიდის მისურიში. Turn right at the traffic light. ეს დოკუმენტის მიხედვით არის skid coil-ი, ანუ პალეტებზე დაწყობილი კოილები. ეხლა უკვე მივედი ფაქტიურად. ავიღებ ეხლა ამ ტვირთს, წავიღებ მიზურიში, სულ არის გასავლელი 322 მაილი. ბროკერი აღნიშნული ტვირთის გადატანაში იხდის $1000 და ხვალ როცა ჩავიტან უკვე ამ ტვირთს, ხვალ არის პარასკევი. Oh my god. ხვალ არის პარასკევი და დისპეჩერმა უკვე უნდა მომიძებნოს long mile-ზე გადასატანი ტვირთი, ანუ შორმანძიზე გადასატანი ტვირთი და ნახოთ რას მოგცემს ხვალ. ამ ეტაპზე ესე მოკლე ტრიპებით შემოვიფარგლე. ეს არის ახალი no truck, ხო? კაი. ეს არის ახალი დისპეჩერი ჩემთვის. არ ვიცი რა სქემით მუშაობს და ხო რას მოვცემს, იმასაც ვნახავთ. ესე იგი, აქ უნდა გავჩერდე ახლა მე. იმიტომ რომ აქ არის დოკები შესაყენებელი. მომიწევს უკუსლით ჩაყენება, მაგრამ მანამდე უნდა გავიარო ჩეკინი და მეტყვიან როდის უნდა ან რომელ დოკზე უნდა დავაყენო ტრაკი რომ დამტვირთონ skid coil-ებით და მაგასაც გაჩვენებთ. ესე იგი პატივცემულებო ვიყავი ახლა shipping office-ში და ქალბატონმა მითხრა რომ აქ დოკებზე კი არ უნდა დაიტვირთო. აი ამ buildings შემოუარე გარშემო და იქ მიხვალ ადგილას, სადაც უნდა დაგვირთონ. ხო და ეხლა წავალ მე შემოვლი ამ buildings და მივალ დასატვირთ ადგილზე. ტვირთი ტვირთზე ამიხსნა რომ არის 4 კოილი, პატარა კოილებია, რომელიც პალეტებზე დევს. ჩეინები, ანუ რკინები არ იხმარო, დააბიო სტრეპებითო, იმიტომ რომ ალუმინია და დაზიანდებაო. წონა არის 17300, რაც გადასარევია, ანუ სუბუქი წონაა. ოღონდ მერთო გამარკვია, ახლა მე სად უნდა მოვხო? მე მგონი დრაივი აქ უნდა მოვხო. არა. მე მგონი რომ კი. აქ უნდა მოვხვიო. და წავიდე ბოლოში.
Turn იმიტომ რომ left, ის სხვა then take the warehouse-ია. first left. ხო და აბა იქ რა მინდოდა? Truck drivers do not block entrance. Okay, ესე იგი სწორად მივდივარ. ხანდახან ინტუიციაც საჭიროა და იმდენ ადგილზე ვარ ნამყოფი რომ აი ესეთ ვითარებებში ხო რაღაცა რო კარნახობს რომ აი ესე გააკეთე. თავიდან ვიბნეოდი რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერს მიჩვევა უნდა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ეხლა ესე უცბად ვერაფერს ვერ ისწავლი, მაგრამ რო გინდა. მე უკვე გაერკვევი კარგად ვითარებაში. თუ შეგეშალა სიტყვაზე და ვერ მიხვედი ისეთ ადგილზე, სადაც უნდა მიხვიდე, არც ეგ არ არის პრობლემა. იმიტომ რომ არაუშავს, ერთხელ შეგეშლება, ორჯერ შეგეშლება, მაგრამ მე უკვე აი ეს არის, აი door number 1, მაგრამ pull-up მითხრა მე მგონი, ხო? კი, ანუ ესე უნდა წავიდე ცხვირით და არა უკუსლით. კი ბატონო, აი door number 1. აი ეგ შევალ და დამტვირთავენ. წონა მსუბუქია, მაილი 322-ია, არაფერი არ არის, ნუ ეხლა გადასარევ თანხას არ იხდიან, მაგრამ $1000-იც ფულია. მე დავამატებთ ერთმანეთზე და ვნახავთ რა გამოვა. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ long miles მომცემს კარგს და ის გამოასწორებს ამ პატარა ტრიპებს, თორე ესე კი ხო ვთქვი რა, ანუ ფასი აქვს, მაგრამ პატარ-პატარებს რო ვაკეთებ, არ გროვდება რა ის თანხა, რომლის სურვილიც გააქვს ადამიანს, იმიტომ რომ მაინც მუშაობ, ხო? აქ უნდა გადავიდე ახლა მე და ვნახო რა ხდება. მაგრამ ეს კასკად ვარ დავიფარე თავზე. აქ მე გამიჩმახება. ამიტომ დავიფაროთ და გადავიდეთ და ვნახოთ. იქ ვიღაცას პირთავენ, ეს მე მგონი მორჩა და მე შევალ ახლა ცოტა ხანში. Picking up. Where you gotta go? What's up? You looking for where you gotta go? I'm looking for yeah. Alright, you gotta follow this. Walk behind that. It's like it's arrows and stuff that's gonna lead you. You mean to go to the office? Yeah. No, I want the office. I just need to Oh, somebody load. okay. You done, buddy, right? You done already, right? I got 2 straps and then I'll be done. Yeah, that's it, right? That guy who was over here, I don't know where he went. But somebody should be back. And you just Is this guy working here? Right. Yeah, whoever's gonna load your truck, you get them that. Okay. So I think when you leave, so I'm gonna get in, alright? Yeah. Okay, buddy. წავახლეს, მალე გავა და მე შევაყენებ და იქნება რა. გავიდა ბრო და ეხლა მე შევაყენებ და დავიტვირთები. რაღაც რაფად ხდება ყველაფერი და ეს მოვწონს.
აი ეს არის კოილები და ამაში იხდიან მართლა კარგ ფასს, მაგრამ ეხლა რომ მოკლე მანძილზე გადავმართ, თან 4 კოილი ისიც კიდი პალეტებზე. ბევრი აფერი არ არის. რა გამოდის? $3 არ გამოდის, რაღაც $2 და 80 ცენტი. მაგრამ არა უშავს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რა იქნება. გავჩერდე, კი არ მანიშნებს ამას. ალბათ ესე. აი იყოს ესე და მე გავასწორებ თუ რაღაცა. ესე იგი ბატონებო, ეს არის კოილების საწარმო. აკეთებენ აი ამ კოილებს. ეს არის ალუმინი მთლიანად. აი ესე რულონებად დაახვევენ და საკმაოდ ძვირია, ძალიან ძვირია. მე ეს ამას ყიდიან, რა თქმა უნდა, სხვა საწარმოები ყიდულობენ და ყველაფერი ამით კეთდება. ესეც საწარმოა. ესეც კოილები. ეს კოილები კიდე არის სხვადასხვა წონის და მარტო ალუმინი არ არის. შეულებრივი რკინის ლისტებიც არის. ესე დახვეული. მე წამიღია აი ესეთი კოილი, რომელიც იყო 22 ტონა, 1 ცალი. shows America. აი ხა ტვირთავს უმეტესწილად ჩვენ კარნახობთ როგორ უნდა დაუდოს, ანუ სად უნდა დადოს ტვირთი, იმიტომ რომ ტრაილერს თავის აქსელები აქვს, დრაივ აქსელი, ტრაილერ აქსელი და ისე არ მოხდეს რომ ტვირთი არ განაწილდეს. Let me see. Just a little bit more. That's great. Good. და იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ წონა იყოს თანაბრად ტრაილერზე განაწილებული. თუ წონა თანაბრად არ აქვს განაწილებული, დიდი ალბათობით შეიძლება overweight-ი მოხვიდე რომელიმე აქსელზე და შემდეგ weight station-ზე გაგაჩერებენ ძალიან წარედ. აუცერვისად დაგაყენებენ და სანამ წონას არ გაასწორებ, მანამდე ადგილიდან ვერ გაინძლები. ეხლა მე ამას უთხარი თავიდან, რომ ვაჩვენე ცენტრი, სადა ანუ გამყოფი სად არის და წონა ისე გამინაწილე მეთქი, რომ ორი პალეტი დაიდოს drive axle. Good. ორი პალეტი დაიდოს drive axle-ზე, ორი trailer axle-ზე. ეხლა ეს დევს trailer axle-ზე. ორი ცალი. ეხლა აქეთ დადებს უკვე აი ეს არის ცენტრის, ეს არის ცენტრი. ტრაილერის ცენტრი ეს არის. და აქ მოუნიშნე მე მაგას, რომ აი ეს ამას უყურე მეთქი, იმიტომ რომ ორი აქეთ დადე, ორი იქით. ეხლა ორს დადებს აქეთ ხარეს. ეს driver axle-ზე. drive axle-ზე. მე ამას დავავალ სტრეპებით. და ეგ არის რა. აი ეს არის უკვე საბოლოო სახე, დავაბი სტრეპებით.
ორი სტრეპი გაუკეთეთ თითო კოის ბოლოებში, თავში და ბოლოში, ესე ჯვარედინად. შუაში თითო სტრეპი და ესეც თავში ორი სტრეპი. 17,000-ია წონა და ეს სტრეპები თავისუფლად ყოფნის ამ პალეტიზირებულ კოილებს. აი ეს წითლები არის კორნერ პროტექტორები კიდე. ეგენ იმიტომ დავატანე მაინც რომ ალუმინია და რემენმა ძალის დატანების დროს მაინც არ დააზიანოს ან არ გაღვინოს, იმიტომ რომ ამოწმებენ ამასაც მიღების დროს თუ დაზიანდა აღარ მიიღებენ და ეს უკვე კომპანიის ხარჯია. ამიტომ ასეთ რაღაცებს რო აუცდეთ ჯობია თავის დაზღვევის მიზნით მაინც კორნერ პროტექტორები ესეთ ტვირთებს გაუკეთოთ. წავედი ახლა მე ოფისში, ავიღებ საბუთებს და წავალ მიზურიში. ესე იგი, ბატონებო, ორჩი ახლა მე აქ ჩემს საქმეებს bill of lading-იც ავიღე და უკვე წავალ სენტ-ლუისში, მიზურიში. სენტ-ლუისი არის მიზურის და მიზურის შტატის და ილინოისის ზედ საზღვარი გამყოფი. ასე რომ ღრმა არ შევდივარ მიზურის შტატში. სენტ-ლუისში ჩავიტან ამას ხვალდილით და დავცლით და შემდეგ უკვე დისპეჩერს დაველოდები რამე კარგი ტვირთი მომცეს over weekend-ზე. ხო და კიდე რა მინდოდა მე თქვა რომ ერთმა მეგობარმა მთხოვა რომ კომენტარში რომ საწვავის კარტა აინტერესებს რომელს ხმარობ მე პირადად. ამიტომ მაგას მე გაჩვენებთ, გადავიღებ, როცა საწვავს ჩავასხავ ილინოისის შტატში ძვირია საწვავი, მე მომიწევს მიზურიში გადასვლა და მიზურიში იაფია. აი იქ ჩავასხავ საწვავს და იმ კარტასაც გაჩვენებთ. კიდე თუ ვინმეს რამე კითხვები გაქვთ და გაინტერესებთ ამ საქმესთან დაკავშირებით, ხო, მე პრობლემა არ მაქვს, ყველას გაგცემთ პასუხს, რაც ვიცი, იმას გეტყვით. რაც არ ვიცი, რა თქმა უნდა, იმაზე თავს შევიკავებ და აგიხსნით, რომ მე ეს არ ვიცი ჩემს. ასე რომ არ მოგერიდოთ ნებისმიერ თქვენთაგანს თუ რამე შემიძლია პასუხის გაცემა კითხვასთან დაკავშირებით არ დაგზარდეთ.